თურქეთი. რატომ გავიარეთ 3200 კილომეტრი თბილისთან მანქანით? მე-20 საათით დაიწყო. ისევ დაგვაბულეთ თანხებში. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა. რომელსაც მოგვიანებით გეტყვით. ეს ჩემი პირველი მოგზაურობა მანქანით და თურქეთში. ყველაფერი ერთი მარტივი მოწერით დაიწყო. გეპატიჟებით ქორწილში 26 აპრილს. უფასო რეკლამა გავს. ეხლა ვართ გონიოში და აქ უნდა ჩავასხათ სრულად ბენზინი, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, თურქეთში არის საკმაოდ ძვირი. თურქეთში გადასვლა საკმაოდ მარტივი იყო. მხოლოდ დაზღვევა, სავსე ბენზინი, დოპამინი და პატარა რიგში დგომა იყო საჭირო. პირველი შთაბეჭდილება იყო ის, რომ გზა საკმაოდ მოწესრიგებული იყო. თუმცა ყველაფერი ძვირი ღირდა. საჭმელი, წყალი. ამხელა დორუმი? რა ქვია? რა დორუმი არის ხორცი და ეს არის შაურმა. შაურმა. აი, შია, წამო. ესე მოგიტანეს ყავა, წყალი და შოკოლადი. გზაში მეჩეთები გვხდება სადღაც ყოველ 10 კილომეტრში ერთხელ. შეიძლება ნაკლებშიც. მოკლედ, წინ დაგვრჩა საათნახევარი 110 კილომეტრი დაახლოებით რა. და ჩავალთ სამსუნში, სადაც ვrჩებით სასტუმროში და დავისვენებ და ხვალ განვაგრძობთ გზას. რადგან კონიამდე გზა საკმაოდ დამალული იყო, გასართობად ხან რას ვიგონებდით, ხან რას. მანქანით გზავრობას ერთი ის მინუსი აქვს, რომ ფეხები ძალიან გეღვა. ფეხები რა, საჯდომი. შესაძლოა ხშირი ქონდა, ხან ჭამის. მოგეშინია. ბრინჯიანა. აბა ბრინჯ. ხან სხეულის გამოწვევების. ხან მღეროდით, ხან ცეკვავდით. ამდენი მუსიკის ადევა მოგიწევს? აფეთქდებით ყველა. ხან პოდკასტს უსმენდით და ხანაც ხედებით ვთქვებოდით. სასტუმროში დავბინავდით და ახლა საყიდაზე მივიდით. ზუსტად 10 საათი. ვით დაგოშინდება ისე ხდის? გავიცით. დავწიხე ყველა. ილა შვიდობისა თურქეთიდან. სამსუნში ვართ. აი ესე ჩაბარგებულები. მე რამ დიდრები ვართ ნახეთ. დიდრები. ეხა ჩავასხეთ 2440-ის ბენზინი. ცოტა წიწაკ და მე შევხვიე ჯერ არა. მიდის? გაბობ. ეხა არის 7 საათი ზუსტად და ძალიან მაგარი ამინდი გვაქვს და ეგ არის. კაი, სამსუნიდან სეიდი შეჰირამდე 700 კილომეტრი ქონდა გასავლელი. გზის დიდი ნაწილი მოსაწყენი იყო, მაგრამ თავის სხვადასხვა გასართობებით ვიქცევით. მაღაზიაში საკვებზე ბოდიალით მუსიკების მოსმენით და ბოლოს ჩავახცეთ კონიამდე. ერთ დიდ ქალაქამდე თურქეთში. ეხა უკვე ვართ კონიაში და საკმაოდ დატვირთული ქალაქია და ყველაფერია და ფერადია და რაღაცეთია, ბევრი მოძრაობით. აი ველოსიპედს გააჩვია. ველოსიპედების დადიან ოღონდ კაცები და უცნაური ველოსიპედები და დასკოჩილი სკუტერებით. ველობილიკებიც არის. ეხლა და მივიდეთ ერთ-ერთ მეჩეთში, რომელიც არის ისტორიული და ქართველი ქალის აგებული ყოფილა მე-13 საუკუნეში. აქ მაინც მოაჭამეთ ის კევანაყინი, აი აღარ შეგიძლია. დორდონა. რაღაცა ძალიან. კაი რაღაცა. აჩა მოგეთუწლება. შუეთ რა მოგეთუწლა უკვე? მიდება კაცი. აბა მოგეთუწლა. თვალებს უნდა შევატყოთ. Very good. აია. ჰაუსნაურია. უნდა შეჭამა, ხატვისო. ლანდაუბრა.
კონეში ძველ მეჩეთს ვესწრებთ, რომელიც გურჯი ხათუნას აშენებული იყო და თურქული ნაყენის დავაგემოვნეთ. საღამოს ჩვენი დანიშნულების პუნქტსაც მივახცეთ, სეიდი შეჰირს. სადაც ჩვენი მეგობრის ქმრის ოჯახმა სასიამოვნოდ მიგვიღო და გემრიელად გაგვიმასპინძლა. ვიდეო ვერ გადავიღე, რადგან მოვერითა. სტუმრობის დროს მარიამმა და ნუმარმა ტრადიციულად პატარა საჩუქარიც გამოგვატანეს. ეხლა მიმდინარეობს ქორწილის მზადება. დააწვეთ. ბიჭო, მოკლედ, ეხლა ვართ ნუმანის მეგობრის სახლში, ესე გვიმასპინძლა, თლიანად ჩვენი სახლი ჩვენია. მოდი ვნახოთ რუმს ტური. აქ არის ტუალეტი, აქ ვიძინებთ ჩვენ, აქ იძინებს როსტო, შიკ-შიკით აღარ შევა. აუ, მაგარი, აქ აქვს კაცების ტუალეტი. მეორე ხო რაღაც ფერად. ძანდი. ეხლა სკამზე გავაღის. რომანტიკა, ეს ისე ვარ. რომანტიკული. სამი კაცი უცებს ერთ საროჩკას. ვილავ შვიდობისა. აიში. ორკიავა. მაგლობა. მაგარი წესები აქვს. სკალით აქვს. ეხლა სულ ყოველსათვის. ვიდივართ ეხლა საუზმეზე. დააში. ქორწილის დღეს გათენდა. დილით მასპინძელმა ოჯახმა თავიანთთან მიგვიპატიჟა და საუზმით გაგვიმასპინძლა. საუზმის შემდეგ კი თავიანთი სახელოსნო დაგვათვალიერებდნენ, სადაც ხისგან ავეჯსა და სხვადასხვა ნივთებს ქმნიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერი ქონდა, ერთმანეთს ძალიან კარგად გაუგეთ. წყალია და ხარშასო. ელასტიური რაღაცა. Papa çay просто цесკში გამოწვევდა ხოლმე. Sonra da yaptım. Darbuka. ჩვენმა მასპინძელმა პატარა ექსკურსიაც მოგვიწყო. გვანახა ულამაზესი პარკი თავისი ტყით და მყუდრო უმოსასვენებელი სივრცეებით. ჩვენმა მასპინძელმა მოგვიყვანა პარკში სეიდი შეჰირის და უსაყვარლეს ოჯახი ესეთი აღფრთონებული ხანი არ ყოფილა. ცოტათი შემშურდა კიდეც, იმდენად გემოვნები და კარგად გქონდათ ყველაფერი მოწყობილი. ზადების პროცესი გამოიყურება ესე. ქორწილს შევაგვიანებთ. აი შევაგვია, აქ არა დამისმენ. არა ეხა მოგაბატია. წინაზე რომ ვიყავით ესე ნახე, მე დღეს ლაბაზები ვარ ყველა შეხედეთ როგორი ლაბაზები ვარ. ერაბა. აქაურობა ჩვენთვის გააკეთეს, ანუ უფრო მეტად ქართველებისთვის, იმიტომ რომ ამათ არ აქვს ჭამის ტრადიცია რა, ესე რომ ვთქვათ და მე იქ რომ მივად, როგორც ვიცი, ბევრი ადამიანი არის დაპატეჟებული და იქ იქნება უკვე ალაფრუშეტი, აღოთ კბილების რა და ჩაი. ამ სასიამოვნო გარემოში გემრიელად მივირთით. ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის ეკვები გავუზიარეთ, ვიზებთ ქართულიც და თურქულიც. კარგად გავერთეთ, შემდეგ კი მეორე ლოკაციაზე უკვე თურქულ ქორწილში გავიშვით. მოლაყვირის ყველგა. ისინი რა ხდება ამ დროს? არა? იწვევენ ეკლესიაში რა, გახსენებენ რომ ღმერთი დიადიაო და გამოფიდე ილოცავ რა. გამოწერილი იქნება 20 წელი. ვეღარ უცნაური, ანუ სუფრაზე მარტო ესენია. რობისოთა და იქ. ჩვენ კიდე აქ ცოტას გატიალებული ხალხი. მოსეს ხედან. ჩვენი ახალშეძენილი მეგობარიც აქ არის. მეფე დედოფალი შემოდია. არასდროს ყოფილა რომ მსგავს ქორწილში და ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო კულტურული გამოცდილება აღმოჩნდა. ბევრი რამ ისეთი იყო, რაც ჩვენთვის ძალიან განსხვავებული და ახალი იყო. მაგალითად ხის კოწები, რომელსაც ხალხური ცეკვების დროს იყენებდნენ. ისინი ცეკვას დამატებით რითმსა და ენერგიას მატებდა. მართალია თურქული ცეკვები თავიდან ცოტას ერთფეროვნადაც კი მოგვეჩვენა, მაგრამ მათში არის რაღაც ძალიან კარგი. მაგალითად ის, რომ ყველას შეუძლია რომ იცეკვოს და არ გჭირდება ამისთვის პროფესიონალური ცეკვის ცოდნა. განსხვავებული იყო საჩუქრების ჩუქების ტრადიციაც. ეხლა არის საჩუქრების გადაცემის დრო და ეს რიგია.
პატარძალსა და სიძეს სპეციალური ლენტი ჰქონდათ გაკეთებული, რომელზეც სტუმრები ფულს ამაგრებდნენ საჩუქრის ნიშნად. დობისა სეიდ შეჰირიდან. ჩვენ წინ საქართველოს საკმაოდ დიდი მოგზაურობა გველოდა. გვინდოდა უკან სხვა გზით დაბრუნებულიყავით. კერძოდ კი გავგველო თურქეთის მთები, კაბადოკია. თურიანი ვიღალტეხილობები მოვიდა ცხვარი. ძალიან დანაყრებულები მივდივართ კაბადოკიისკენ, სადაც ყოველთვის ცნობილი საჰაერო ბურთების ნახვა გვინდოდა. ვიცოდით, რომ ისინი ძირითადად მზის ამოძვრის დროს დაფრინავდნენ, მაგრამ მაინც არ დავიჯერეთ და იმედიანად დავიწყოთ ძებნა. სამწუხაროდ უშედეგოდ. ვაა, რა გასხოვებულია? ჩვენი ძმები ვნახე. ხოდა გამოჩეს, ბუშტები. ესე გამოიყურება ცარიელი კაბადოკია. რაღაცა ტურისტულ ადგილაში შემოვედით. სურისუნებია რა. კაბადოკიაში გავისეირნეთ და უგზო-უკლოდ ვათვალიერებდით ყველაფერს. ზოგადად ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში აუცილებლად გქონდეთ გიდი, რომელიც იქაურ ისტორიებს და გამოსვლებს გაგიზიარებთ. ჩვენ არ გქონდა, ამიტომ უბრალოდ დავბოდიელობდით. სახმაქანეს რა გითხრათ, მაგრამ მან სახლა რა გვაქვს, ვიდრე ყველაფერი სიტყვა. რა ვიცი, წინა. დაგვრჩა 360 კილომეტრი სასტუმრომდე. უკარა მუშაობა მიდის. თურქეთზე ყველა ამბობს, რომ ძალიან დიდი ქვეყანაა და მართლაც ასეა. უზარმაზარი ტერიტორიები თითქმის დაუსახლებელია, გზები კი უბრალოდ იდეალური. მანქანით ჩემთვის ეს პირველი მოგზაურობა იყო. ამიტომ გზასაც სხვანაირად ვუყურებდი. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი ერთნაირი ჩანდა, მაგრამ რეალურად ხედები მუდმივად იცვლებოდა და ყოველ რამდენიმე საათში სრულიად სხვა გარემოში აღმოჩნდებოდით. ეს ფიჩუსები და მეკაპით საერთოდ. ეხლა ვართ სივანს. წახამდე შევისვენოთ, რომ მე გავაგრძელოთ გზა. ესეც ჩვენი ცოტა სვირიანი საჯვარი. ისევ დაგვაბუდოთ თანხებში. ამდენად ყველა ერთ ოთახში ვართ. არარატი ჯიპსი. დილა მშვიდობისა მეგობრებო, ჩვენ ახლა ვართ ქალაქში და მივდივართ თბილისში. ძლივ დადგაიწყებ თბილისში წავიდეთ. ტაუს მხარეს არ მივდივართ. ფსიქოლოგიურად არ ვართ მზად რომ 20 საათი კიდევ ვიარავთ მინიმუმ. ამიტომ ქვედა მხარეს მივდივართ და ტაუს რაღაც აწას გავვრით რა. მანქანის მოგზაურობა საკმაოდ დამღლელია. როცა საერთოდ ზიხარ რაღაც მომენტში სხეულის განძევა და გამოსასწრება აუცილებელი ხდება. ამიტომ გზაში ისევ 1000 გვარ გასართობს მიმართავდით. აუცილებელი დაიდება ზე. ნელა ჩვენს წინ ულამაზესი და სრულად განსხვავებული ხედები გადაიშალა. რაც უფრო წინ მივიდოდით, მით უფრო მეცვლებოდა წამოდგინა თურქეთზე. სიმართლე რომ თქვა, ეს მხარე ძალიან მომეწონა. განსაკუთრებული იყო ღამე. უამრავი აღმართის გავლის შემდეგ მივხვდით, რომ ერთ-ერთ უღელტეხილზე ვიყავით ასულები. გაგვაბრაზეს და ამათაც ცალკე იდეას ნახე ვერ ვიყიდეს. თურქული ჩაი მაქვს, ეს ლობიო, ყველი და ცოტა შოკოლადი. ნელა პანასაც მივუახლოვდით. მიტოვებული, დანგრეული და უზარმაზარი. აი, მოვედით. და არის ულამაზესი. როგორც კი დავინახე, გული შემეკუმშა. არე მოვიარეთ. ფანტაზიას კი მივეცით საშუალება და წამოვიდნენ საუკუნეების წინ, როგორ გამოიყურებოდა აქაურობა. ცოტა გულდამძიმებული და შეპყრობილი წამოვედი ბანიდან. უცნაური გზნობა იყო. ერთი სული მქონდა დაბრუნებულიყავი საქართველოში. მეტირებოდა კიდეც თუ რამდენი რამე გვაქვს გამოვლილი. რამდენი უბედურება, ბრძოლა, როგორი ისტორია, ბუნება, ტრადიციები გვაქვს და როგორ ესეც ნადგურდება. ნელა და შეიძლება ამახელებელია აქ ყოფნა. ანუ რო ხედავ რამხელა ეკლესია და როგორი თან მიტოვებული და თან განადგურებული და ცოტა სევდიანი. ეს უკვე წამოვიღეთ ბანადან. ბერჯერ მიფიქრე სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენი ქვეყნისგან მიმიწევს გული. ტკივა, მეცოდება და რაც თავარია ძალიან მიყვარს. კიდე ერთი გაჩერება ბენზინ გასამართ სადგურზე, რომ ჩვენ ავისოთ ცხელი წყალი და საფიფარაშო და ცოტა მცირე სნეკები. ბები, რა საყვარელია? რა საყვარელია?
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლები ვიყავით, რაც უფრო ვუახლოვდებოდით საქართველოს, მით უფრო იმატებდა ჩვენი გამწყობა. უფრო მხიარულები ვიყავით და უფრო მეტი ენერგიით. არც კი ვიცი უკვე მე რამდენი უღელტეხილი გამოვიარეთ, მაგრამ ეხლა ვარ თქვენი ერთ-ერთ მაღალ უღელტეხილზე. გარშემო არის მთლიანად თოვლი, 2400 მეტრზე ვართ და ავდივართ 2600 მეტრამდე. არც ის არ ქონდა იმის მოლოდინი, რომ თურქეთში ესეთ მრავალფეროვან ბუნებას ვნახავდით, მაგრამ შეგვხვდა როგორც ცხელი და მზიანი დღეები, ასევე თოვლიანი უღელტეხილები. ახლავდებით საზღვარს. დავიწყეთ ვაროდები შორდან გამოჩლილ მთებზე. ხან ფიქრობდით, რომ იყო აჭარა, ხან ფიქრობდით, რომ იყო სამცხე-ჯავახეთი. ხო, ძალიან გვეხარდა საქართველოში დაბრუნება. საქართველოში რომ შევედიხარ, პირველი რას ვლაპარაკობ? ძალიან ცხელი ხინკალი. შეიძლება გადაჭარბებულადაც ჩანს ჩვენი ეს ქცევა, მაგრამ გვიგონა რომ ძალიან დიდი ხნის წასვლები ვიყავით ქვეყნიდან და ყველაფერი ძალიან გვენატრებოდა. ჩვენ საქართველოს სიმბოლურად აწყურის ციხესთან მივესალმეთ. თურქეთმა ძალიან კარგი მოგონებები შემოგვინახა და ჩვენი ხუთდღიანი მოგზაურობა ამით დასრულდა. და აი ამ ხინკლით ორი სავი.